ამ ჟურნალისტმა კაცმა პირველად ვიყიდე სპორტული გაზეთი, იმიტომ რომ სპორტის კაცთან გვექნება ინტერვიუ. ადამიანებს წარდგენა არ ჭირდება. ჩვენი მაყურებელი კარგად იცნობს. რამდენჯერ მიიქნია, ბევრჯერ და მათ შორის მიიქნია დილის გადაცემაში ხალხს, რომელსაც არავინ არ იცნობდა, პირველად იყო გადაცემაში. კალას, გიორგი გალატოს და მახარას ახლა აქვს პოდკასტის ჩაწერა. დაცული არავინ არ მეგობრებო, შოუ იწყება. აი ძმაო 10 წუთი მაქვს. მე არ ვარ კარგი სტუმარი ამ რუბრიკისთვის და რატო? არა მხოლოდ ამ რუბრიკისთვის. რამხელა პასუხები გინდა დაახლოებით. საჩავეტი ნებისმიერი ადამიანი, ვინც ლაპარაკობს ეგ დროს, ისიც რისკავს. მოდი დავიწყოთ ზოგადად და შორიდან. თულია რა, ძალიან მაგაზე ლაპარაკი. ბურთი გადააწოდა ბელინგემმა ვიღაცას, იმ ვიღაცამ რაღაცა მერე ესა კუთხური. მეტი უკან ჩამოსვლა აღარ შემეძლო, წამოვედი. კომენტატორი უნდა ყვიროდეს. შეიძლება სპორტსმენს უქომაგო, იმიტომ რომ ვიცოდე რომ კარგი ადამიანია. აი ვინ იქნებოდა კარგი კომენტატორი შენი აზრით? მე და ჩემი ძმა შაბათ-კვირას ვიღვიძებთ ბონთუნობის სანახავად. სპორტსმენები გულგრილობას გამოიშენენ ხოლმე ისეთ თემებზე, რაზეც ტეხავს ხმის არ ამოღება. პირდაპირი გზა ტატამიდან პარლამენტამდე ძალიან მოკლე გზაა მოკლედ. დიდი ძალა პრინციპში სუსტის დაცვას მოითხოვს და არა ვიღაცის დაჩაგვრას. კანონის თემაში რომ ვიღაცამ ხმა არ ამოიღო მესმის. სხვადასხვა აქედან დიდი ზეწოლა იყო მაგ დროსაც. აშკარად რო ხედავ რა, ხო შენ ქვეყანაში ხდება ეს. თაუყბას უერთიანებენ, იჭერენ პირში, აფურთხებენ, ამცირებენ, შიშვლებენ. ეგ რა ფენომენია? ეგ არის ფენომენი რომ მე კარგად ვარ და მე თუ კარგად ვარ, შესაძლოა წაუღია ყველაფერი. ფეხბურთში ვინ გახსენდება ისეთი ტიპი, ვინც ყველაზე მეტად არ დანებდა მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობის. მე მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის არის ის რომ არ იცნობენ კარგად თვითონ რელიგიას, ან არასწორად ესმით, ან როგორც უნდათ ისე ესმით. ქალბატონი დინას გასახარად, ჩემი აზრით, ირიცხები წესიერი მოქალაქეების რიცხვში. მომიცინი ხა.